de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. Hey, გამარჯობა მეგობრებო, ფორმულა სექტორში თქვენ უყურებთ 193 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ ფორმულას 38%-იანი წილის მფლობელ მიშა მშვილდაძესთან. კოცებმა ტელევიზიების შესახებ ისეთი კანონი დაინიცირეს, მალე შეიძლება 100%-ზე წავიდე. კოცური რეპრესიები გრძელდება. 10 მარტს თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეუჩერა. თუმცა რექტორმა შალუტაშვილმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა. და სანამ რამე გაგიკვირდებათ, გეტყვით რომ რიგი პროცესები გამოუტოვე ამ ამბის მოყოლისას. სად გინახავთ კეთილი კოცები? მოკლედ, სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს. სოციალებში მიუსიეს ტროლბოტობა, ალანძღინეს ახალგაზრდები, კომენტარებში ხულიგნები და აბარაეგონათები უწერეს. ამის შემდეგ საზმაუს ეთერში იყო მიწვეული რექტორი შალუტაშვილი და რაღაცებს ლაპარაკობდა. ცხადია, საზოგადოების მხრიდან მოყვა პროტესტი. გაიმართა დიდი აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში. სტუდენტები შეხვდნენ რექტორს, ტელეწამყვანებს და პირობა დადეს, რომ საერთო დებატები ჩაინიშნებოდა პარასკევს. შეთანხმდნენ, რომ რექტორი შალუტაშვილი მოვა ეთერში და სტუდენტებს დაელაპარაკება ლაივში. ხალხთან არაფერი უთქვამს რექტორს, სახლში გაიპარა. მერე ბევრი იფიქრეს კოცებმა თუ ცოტა, დებატების წინა დღეს რექტორმა სტუდენტებს სტატუსი აღუდგინა. ეს ამბავი არაღიარებული კოცების ხელისუფლების კულტურის მინისტრის მოადგილემ ბექა დავითულიანმა გვამცნო. შალუტაშვილმა დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის. სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა. ხელები დაიბანა ბექამ. სხვათა შორის ბექა დავითულიანი ჩემი კადრია და კარიერის სტარტზევე მივაქციე ყურადღება. ეს ბიჭი შორს წავამეთქი. სამწუხაროდ შევწდი, ვერ წავიდა ძალიან შორს. თუმცა წინ აქვს ყველაფერი და შეიძლება მინისტრობასაც გამოკრას ხელი. აი, მამუკა მდინარაძე სულ იქ იქნება სადაცაა. ამას სპეციალურად ვამბობ, რომ კოცებმა მდინარაძე დააწინაურონ. ძალიან მინდა გაყოყოჩებული მამუკა ვნახო იმაზე უფრო თვითკმაყოფილი სახით, ვიდრე ბოლო წლებში. რეპრესიებს დაუბრუნდეთ. რეპრესიების თემაში ჩემი ფავორიტი რეპრესიაა ადმინისტრაციულ კანონში კოცების შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანის პრევენციული დაკავება. ეს ცვლილება კოცებმა დეკემბერში მიიღეს, თუმცა საიას ანალიზი ახლახანს დაიდო. ჩვენც იურისტებს ველოდებოდით, რა სიტყოდნენ და აი, თქვეს, რომ ეს გაუგონარი სიგიჟეა. ახალი რეგულაციით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, ანუ შეიძლება ადამიანი დააკავონ წინასწარ გონივრული ეჭვის საფუძველზე, რათა მან არ ჩაიდინოს დანაშაული. ანუ რამეს ხო არ აპირებ ძმა? კითხავ. არა, ეს ეთქვის. მოდი მე მაინც დაგიჭე. აიცი ხა ეშვაკს არ ძინავს. კანონის მიხედვით უცნობია რა ეტაპზე ჩნდება პირის პრევენციული დაკავების უფლებამოსილება. როცა ადამიანი საჯაროდ ან ვიწრო წრეში იტყვის, რომ დანაშაულის ჩადენას აპირებს, თუ უშუალოდ ნიადაგს რომ მოამზადებს ამისთვის. ასევე გაურკვეველია პოლიციელის უფლებები. მხოლოდ იმის უფლება აქვს პრევენციულად დააკავოს პირი. ბოლო 1 წლის განმავლობაში უნდა კონდეს ჩადენილი რამე დანაშაული, თუ შეუძლია ნებისმიერი ისეთი ადამიანის დაკავება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იმიტომ რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რავი, ხა ვის არ აქვს ჩადენილი. მანქანის ერთი ჯარიმას თუ გაქვს ან პარკირების, ან ქუჩაზე გადახვედი, всё, ეგა, ეს კანონი გეხება. ვისაც 11 დარღვევა არ გაქვთ, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელ საათს ეიძინებთ. სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციისგან არ ითხოვს მიუთითოს
ადგილი და დრო, სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო სამართალდარღვევა. ან რომ დაასახელოს ამ სამართალდარღვევის პოტენციური დაზარალებული. აი ესე ლამაზად არის დალაგებული. სად უნდა ჩაედინა დანაშაული, როდის უნდა ჩაედინა დანაშაული, ვინ უნდა ყოფილიყო დაზარალებული, მიმართეთ პრეს-ცენტრს. ან თუ მაინც და მაინც ჩაეძიები პოლიციას, შეუძლია გიპასუხოს, რომ მე რავი, წადი და უჩივლე. ერთი ხელით რეპრესიები მიდის, მეორე ხელით ქოცების მსახურების დაჯილდოება. ანუ მარტო რეპრესიები ეგრე სადა, ერთ ხელში მათრახი რო გიჭირავს და მეორეში თაფლაყვერი უნდა გეჭიროს. ლონდონში ხელოვანების სფეროს მიერ ბოიკოტირებულ საქართველოს მწერალთა სახლის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისათვის გიორგი კალანდიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2252 ლარი გადაუხადეს. უცნაური ხელშეკრულებაა. მოდით ჩავხედოთ ხელშეკრულებას, რომლითაც სახელმწიფომ შეიძინა კალანდიასგან მომსახურება, სიტყვის წარმოთქმა. ხელშეკრულების საგანი მეცნიერი წარმოთქვამს სიტყვას ვორდროპების ღვაწლის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2252 ლარს გადასახადების ჩათვლით. ანუ კალანდია ხელზე ვერ აიღებს 2052 ლარს. 20% დაექვითება პლუს 2% საპენსიო. მოკლედ, ვორდროპების ღვაწლზე საუბარში დიდი ფული არ იშოვება. დარწმუნებული ვარ, ბიძინას ღვაწლზე საუბარი გაცილებით შემოსავლიანია. ჩვენ მოვიძიეთ გიორგის რამდენიმე განცხადება, რომელშიც 2252 ლარზე გაცილებით მეტი ეკუთვნის. კალანდია წულუკიანზე. თია წულუკიანმა სამუზეუმო დარგი ძალიან სწრაფად გამოაცოცხლა და გააკეთა ის, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ეს არის 1-3000 ლარიანი განცხადება ჩემი აზრით, გადასახადების გარეშე. ვიპოვეთ კალანდიას ისეთი განცხადებაც 5000-საც რო გაკაჩავდა. ქალბატონო მინისტრო წულუკიანს მიმართავს. ერთ რამეზე მწყდება გული ძალიან. მე რომ ვიყავი ახალგაზრდა და თქვენ არ იყავით მაშინ მინისტრი. დიდი პოტენციალი ჩანს აქაც. ესე გააგრძელეთ გიორგი. ერთი რჩევა გიორგის. ვორდროპები მართლა კარგი ადამიანები იყვნენ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიდი გულშემატკივრები. ეგეთი ხალხის ღვაწლზე საუბარში ფულს ნუ აიღებდა. უფასოდაც ეკუთვნით, მაგათ ჩვენგან კეთილად მოხსენიება. ბიძინას ქებას მიაწექით. კონკურენცია მეტია, მაგრამ სამაგიეროდ ბანკიც დიდია. ამასობაში კარგი ამბებია სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არიან. ოფიციალურმა ერევანმა და ბაქომ განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს მოლაპარაკებები და ორივე მხარე შეთანხმდა ხელშეკრულების ტექსტზე. ამ პროცესებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე გამოეხმაურა და დატვიტა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას დაამყარებს. თუმცა სულ სხვა ხედვა აქვს რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე ირაკლი კობახიძეს. მშვიდობის დამყარება და Deep State-ის დამარცხება ჩვენს რეგიონში ერთმანეთთან არის დაკავშირებული. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი. თუ Deep State-ი დამარცხდაო, ანუ რეგიონში მშვიდობა იქნებაო. ეს სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები რას კარგავენ დროს მე არ ვიცი. კობახიძეს ასწავლიან ესენი როდის იქნება მშვიდობა. სადაც Deep State-ია, იქ რამდენ ქაღალდსაც გინდა მოაწერე ხელი, აზრი არა აქვს. Deep State-თან ბრძოლაში ირაკლი ტრამპისკენაა. თუმცა, როგორც ჩანს, არც Deep State-ს მიიჩნევს ხელწამოსაკრავ ძალად. ტრამპსა და Deep State შორის რთული ბრძოლა იქნება. ვერ დაგვამშვიდა ირაკლი. რთული ბრძოლა ხო, აი როგორც PSG ლივერპული. ტრამპს რამდენს მისცემდი ირაკლი კურსს? 1-8 ტრამპი, 4-0 Deep State-ი. მე მგონი ეგ. კარგი. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. Coca-Cola მოვსვათ. საფონდო ბირჟები ჩამოიქცა. აქციების ფასი ეცემა. საფონდო ბირჟებიდან წივილ-კივილის ხმა გამოდის და ამ დროს რა შვება Coca-Cola?
2025 წელს Coca-Cola-ს აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა. ანუ Tesla-ს ფასი განახევდა, ამერიკის top 500 კომპანიის ფასი 4 ტრილიონი დოლარით შემცირდა, მაგრამ Coca-Cola 12%-ით გაიზარდა. რატომ? იმიტომ რომ არ არის მნიშვნელოვანი სამყარო ხელში იქნება თუ გენიოსების. Coca-Cola მაინც გემრიელი იქნება. რაც შეეხება მთავარ თემას. დღეს ვისაუბრებთ უკრაინაში 20 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე. საუდის არაბეთში უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები შედგა. უკრაინა დათანხმდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას. ვინმემ რო არ თქვას, უკრაინას უნდა ომიო. წავიდნენ ამ პირობაზე. და დიახ, ასეთი აბსურდის წინაშეც დავდექით, რომ უკრაინას ჭირდება იმის მტკიცება, რომ ომი არ უნდა. ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ, მიწასთან გაუსწორეს არაერთი სოფელი და ქალაქი, მოუწყვეს გენოციდი, უწევს ამტკიცოს, რომ არ უნდა ომი. უბრალოდ მიწაწყალს და ხალხს იცავს, რა ქნას. ზელენსკიმაც კაი, ჯანდაბას თანახმავარ შეწყდეს ცეცხლიო. მე არ დამაბრალოთო, მე ომი უნდაო მაგასო. ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა, განაცხადა მარკო რუბიომ. ასე ჩააგდეს რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში. როგორც იცით, რუსეთი 3 წელია ამტკიცებს, რომ ომი წამოიწყო იმიტომ, რომ მშვიდობა უნდა. ამიტომ დასავლეთის და უკრაინის სამშვიდობო შეთავაზებაზე რუსეთი პირდაპირ ვერ იტყოდა უარს. შესაბამისად, პუტინმა განაცხადა, რომ მასაც სურს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არის ნიუანსები. ეს ნიუანსებია, ციტირებ, 2000 კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვინ გადაწყვეტს, ვის დაბრალდება? ვის დაბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ცოტა რთულად თქვა პუტინმა, მარტივად მეგეთყვით. ანუ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადრეც არაერთხელ დამირღვევიაო და ახლაც რო დავარღვევო. ვინ გადაწყვეტს, ვისი ბრალი იყო? ვლადიმერ, არ გცხვენია. ერთი მაგალითი დაასახელე, რომ ომი დაიწყე და შენ დაგბრალდა. რავი. უკრაინაში შენ შეჭრას ტრამპი ბაიდენს აბრალებს. საქართველოში შემოჭრა კოცები 2008 წლის ომის გამოძიებას კპირდებიან და აბრალებენ საქართველოს არ იქნება პრობლემა. ჩეჩნეთის გენოციდიც გაგიправა სამყარომ. კიდე რა გინდა? სირიაც დავიწყებულია. სხვაგან პირდაპირ არ გიომია და რა გაპატიოთ მეტი. მეტი რიდღა დაგიდასტუროთ კაცობრიობამ, რომ მეტი ზღირცები ვართ, შენნაირ რო ვაბლატავებთ. მიდი ახლა თამამად მოაწერე ხელი 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას და მერე დაარღვიე. ერთი წამით არ გაიფიქრო, რომ შენ რამე დაგბრალდება. გლობალური ომის პარტია რისთვის გამოვიგონე? ეგღა გვაკლია ახლა შენ დაგაბრალოთ რამე. რანაირი კაცია კაცო, ცუც ფიქრობს. არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამერიკამ იმ წამსვე აღუდგინა უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა. სანამ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა შეწყვეტილი იყო, უკრაინას კურსკიდან გამოსვლა მოუწია. ყოჩახ ტრამპს უკრაინას რუსეთთან სავაჭროდ ერთი დიდი კოზირი გამოაცალა. ახლა უფრო თამამად შეუძლია უთხრა ზელენსკის, რომ შენ არ გაქვს კარტები, მე მაქვს. საღოლ, მაგარი იყო. უფრო მაგარს გეტყვით, ადექით ახლა რუსეთს მიაწოდე შეიარაღება, ან მიყიდე და შენამორჩეველს ეტყვი, რომ აი ბაიდენი უკრაინას უფასოდ აძლევდა, მე კიდე რუსეთს მივყიდე, ფული შემოვიდა. კარგით. აქვე ბოდის უხდი ქართულ ოპოზიციას ტრამპის კრიტიკის გამო. მესმის, რომ ჩემი კრიტიკის გამო ტრამპმა შეიძლება ქოცები აღიაროს. ამიტომ პერიოდულად მეც შევაქებ ხოლმე. დონალდ, შენ ხარ ყველაზე ლამაზი. დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა. რუტეს კოსტუმი ეცვა, ამიტომ შეხვედრა მშვიდ გარემოში ჩაიარა. რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის მოკავშირეებს თავს არ დაესხმება. ეს არ მოხდება. ჩვენ დავწუნდებით, რომ ეს არ მოხდება. განაცხადა დონალდმა. ოღონდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან ამერიკის მოკავშირეები. ვინმე მიცით დღეს ვინ არიან ამერიკის მოკავშირეები? ანუ კანადა, გაანაწყენა მექსიკა, გაანაწყენა ევროპა
ტარიფებით ემუქრება. უკრაინა ზელენსკის დიქტატორი ეძახა, გამოლანძღა ოვალურ კაბინეტში. რუსეთს თუ გულისხმობს მოკავშირეში, კი ბატონო, რუსეთს ნამდვილად არ დაესხმება თავს რუსეთი. რავი. თუმცა თავს ვერ დავდებ. შეგახსენებთ რუსეთმა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ატომური ბომბი თავის თავს ესროლა. მაპატიეთ, ისევ წამიცდა ხელი ტრამპის კრიტიკაზე. დონალდ, შენ ყველაზე ლამაზი ხარ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებია ტრამპი გაცილებით უკეთ იქცევა. კარგს გააკეთებს, შევაკებთ. პირადული კი არაფერი მაქვს. საქართველოს პრიზმიდან ვაფასებთ. ანუ არ მინდა, რომ ახალი რკინის ფარდა ისე წერტილში ჩამოეშვას, რომ საქართველოს ისევ სიბნელეში აღმოჩნდეს. ამერიკის ნებისმიერი პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვაფასებ ამ ჭრილში. რას მოუტანს ეს საქართველოს? ერთმა ადამიანმა მომწერა ცოტა ხნის წინ. ეგ შენი ბაიდენიო. შენ. ხოდა არა ძმა, არც ერთი არაა ჩემი, არც ტრამპი, არც ბაიდენი, არც ერთს გავხსენებივა, როცა ხოცებმა ჩემზე თავდასხმა დაორგანიზდა. არაფერი პირადული, საქართველოს ბედი მაინტერესებს ამ წუთას მხოლოდ, რომელიც ერთ-ერთში მიმულია უკრაინის ბედთან. რავი, არ მეგონა ოდესმე იმის ახსნა თუ დამჭირდებოდა, რომ ბაიდენი ჩემი ახლობელი არაა. მაგრამ ტროლბოტების სამყაროში ყველაფრის ახსნა ყოფილა საჭირო. მოკლედ, ბოლო დღეებია ტრამპისგან კარგი ნიუსებიც წამოვიდა. ამერიკამ უცხოურ კომპანიებს დასანქცირებულ ბანკებში რუსულ ენერგორესურსებზე ანგარიშსწორება აუკრძალა. ამერიკის შეერთებული შტატები განაახლებს უკრაინისთვის GLSDB ტიპის რაკეტის 150 კილომეტრზე მოქმედი მოდერნიზებული რაკეტა ბომბების მიწოდებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობის მინის და ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილს წარმოადგენს, სანქციები დაუწესა. ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი ირანის ნავთობის ფარულად გადაზიდვაში მონაწილეობს. ეგრე შეკაცო, ეგრე დაუჯერე deep states, კაი ხალხია ეგ. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ცუდი რაღაც გავუკეთოთ რუსეთს. გაგახარებს ღმერთი. შენ ეკენი და ვინც არ დაგიფასოს, როგორ დაგიფასო? გინდა შენი კრიპტოკოინი ვიყიდო. აი, ეხლა ავდგები, ვიყიდი ტრამპ კოინს. აჰა. აჰა. $50 ტრამპ კოინი ვიყიდე. ყველა ჯერზე, როდესაც კარგ რამეს გააკეთებ, $50-ისაც დავამატებ. ხოცებო, ამდენი ხანია ტრამპის გულის მოგება გინდა, საიდან აღარ ეტენებით. ტერმინი გლობალური ომის პარტიაც კი ჩაანაცვლეთ deep state-ით და ეს როგორ ვერ მოიფიქრეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 50 მილიონის ტრამპ კოინი იყიდოს. აიღეთ საპენსიო ფონდიდან 200 მილიონი, ნაწილი ბიტკოინი იყიდეთ, ნაწილი მაიკროსოფტის აქციები, ნაწილი ტრამპ კოინი, ვითომ ტრამპს კი არ ეტენებით, უბრალოდ პორტფელის დივერსიფიკაცია. აი ესე შეიძინეთ ტრამპ კოინებიც. სინდისი არ მიშვებს თორე თქვენზე 100 ჯერ მაგარი კოცი ვიქნებოდი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პუტინი საჯაროდ ყოველთვის კოსტიუმით ჩნდებოდა. პირველად ომის დაწყების შემდეგ პუტინმა ჩაიცვა სამხედრო ფორმა. ძალიან სააცილო იქნება პუტინი ტრამპთან შეხვედრაზე სამხედრო ფორმით რომ მივიდეს. ვალოდია, ეგ გააკეთე და ერთი გადაცემა აღარ ვიტყვი, რომ შენ დედა მას შემდეგ, რაც ზელენსკის ოვალურ კაბინეტში ისტერიკა მოუწყვეს კოსტიუმი რატო არ გაცვიაო, პუტინმაც ჩაიცვა სამხედრო ფორმა. თან ეს დაამთხვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. პუტინი სამხედრო ფორმით კურსკში ჩავიდა. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპეციალური ოპერაცია დასრულდა და ომი დაიწყო. იმედია, რომელიმე გენერალი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პუტინს ვერ იცნობს და ნივით გაუშვებს ფრონტის ხაზზე. დავაი ბლად ფრონტზე ეთქვიან. პუტინი ვარ, რას აკეთებ? ყველა ეგრე იძახის, დავაი ფრონტზე. თუ მოკვდები, შენ სწორს ნორკის შუბას გაუგზავნეთ. მოკლედ, ასეთი ამბებია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ითხოვს უკრაინის ჯარის შემცირებას, უკრაინის მთავრობის დემონტაჟს და სხვა სიგიჟეებს.
რუსეთის მიზანი ომის გადადება, მოძლიერება და შემდეგ ახალი ომის დაწყებაა, რომელიც უკრაინას საბოლოოდ წაშლის რუკიდან. იმედია ტრამპი ამ მიზნის განხორციელებაში არ დაეხმარება რუსეთს და უკრაინაზე ზეწოლას არ მოახდენს, რომ დათანხმდეს კაბალურ პირობებს. გაძლება და გამარჯვება უკრაინას. რაც შეეხება ჩვენს თავარ შეკითხვას, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა მოდი დავჭამოთ ერთმანეთი. ანუ ავიღოთ რაღაც პერიოდი, ერთი კვირა მაგალითად და დავჭამოთ ერთმანეთი. ამოვიღოთ ყველაფერი. ყველაფერი ცუდი უთხრათ ერთმანეთს, გულში აღარაფერი დავიტოვოთ და ბოლომდე რომ დავიცლებით, მერე გავერთიანდეთ, მოვიშოროთ ეს რუსები. მოგიწოდებთ ყველა პროდასავლურ პარტიას ვიმუშაოთ ამ იდეაზე. ოღონდ ერთი კვირა, ერთი უსასრულობა მილიარდი წელი კი არა, ერთი კვირა. შემდეგ გააცემამდე მოლეული გქონდეთ. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა, შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.